ძალიან სუ ძალიან რა ჩემი ბრალია რომ მიყვარხარ და მენატრები ყველაფერზე ძალიან სუ ძალიან რა ჩემი ბრალია რომ პარასკევს 11 საათზე გელოდებით ძალიან მოგესალმებით, დღეს განსაკუთრებული გადაცემა გვაქვს. დათის შოუ 1 წლის გახდა. აქ ძალიან დიდი ტაში მინდა. დღესთან დაკავშირებით ბევრი საჩუქარი მივიღე. ყველას ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე მთავარი საჩუქარი იყო 15 წუთი. დიახ, დღეიდან დათის შოუ 15 წუთით გაიზარდა. აქ უფრო დიდი ტაში მინდა. გაისად 9 საათით გაიზრდება, შემდეგ 1 საათით და 2030 წელს მთელი პარასკევის საღამო მოგესალმება დათის შოუ. ამ იუბილეის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოჭრა მონეტა. უბრალოდ თვალი რომ არ გვეცეს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა აწერია. ამ ერთმა წელმა ჩემთვის სწრაფად ნინიაშვილივი ჩაიქროლა. დიასახლესებისთვის ამ ერთმა წელმა სწრაფად სერიალივი ჩაიქროლა. BMW-ს ფანებისთვის ამ ერთმა წელმა სწრაფად BMW-სავი ჩაიქროლა. ფიზიკოსებისთვის ამ ერთმა წელმა სწრაფად სინათლის სიჩქარე ჩაიქროლა. დიახ, ამდენი იმიტომ ჩამოთვალე, რომ ყველა პროფესიის ადამიანი უყურებს დათის შოუს. ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი შემოთავაზება იყო. BBC, CNN და მე-5 B-კლასი გვთავაზობდა ჩვენთან გადმოდიო. ამ ერთი წლის მანძილზე ყველა სტუმარს დაუსვით ის კითხვა, რასაც ხვიჩა კვარაცხელიას ვკითხავდით. ხო და ხვიჩა ამ წელს მაინც მოდი, თორემ როცა მოხვალ, ხო, დაგისვა იმ კითხვას, რასაც ილია თოფურიას ვკითხავდით. სხვათა შორის ამ ერთი წლის მანძილზე 3 კბილი და 2 რეჟისორი მოიცვალე. რომ იცოდეთ, ეს ერთი წელი იყო მოთელვა. ამ სეზონიდან ყველას ვეხუმრებით და არავის დავინდობთ. და ბოლოს მე 10 წლის ვარ და 1 წელი. ანუ ჩემი ცხოვრების 10% მაქვს რუსთავიორში გატარებული. მაგნაირი ამ არხზე? არავინ არაა. ასევე დათის შოუს 1 წლის იუბილე მინდა მიულოცო რეზოს და ბავშვებს. მათ გარეშე ეს გადაცემა იქნებოდა როგორც წვიმაწვეთების გარეშე, ღამე მთვარის გარეშე, რეალი მბაპეს გარეშე. კარგი, გათი არ არის საჭირო ისე ვიმღერეთ, კარგი და წავიდა ვიტყვი. დაიწყეს შეიძლება შენ დაგავიწყდეს მაგრამ Facebook-ი რას დაგავიწყებს ეს მამაზი და საოცარი დღე კიდევ ბევრჯერ გაგიმეორდეს საჩუქარი ვერ მოასარი ეს მისამღერი გაიმეორე გასართობა თელი ღამისთვის ერთი დღეს თუ დაგჭა ხვალისთვის ეს
სწორება ღირდა ამისთვის რაც შეგინდა გულით ისურვე კიდევ ბევრჯერ გაგიმებოდეს რამდენიმე წამის სიჩუმე და მის ამღერი გაიმეორეთ გილოცავ დაბადების დღეს 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 Bravo! მონოლოგის შემდეგ ხდება ჩვენ შოუში გაცექება დათი იწყებს ნიუსების სახალისოდ გაშუქებას ნიუსებს ვიწყებთ ფეხბურთის მოყვარულთათვის სასიამოვნო ამბით. 16 მაისს საქართველოში ბარსელონას ლეგენდები ჩამოდიან. იმედია რონალდინიოც იქნება და გვასწავლის როგორ გავწდეთ კაცს. წარმოიდგინეთ ვაჟაზე ჰონდა ფიტი რომ ცდება. მანქანას რონალდინიოს მოძრაობით. რა საინტერესო სანახავი იქნება. ისე ცოტა ადრე რომ ჩამოსულიყვნენ სომხეთთან თამაშზე დავიმატებდით და მერე გენახათ სომხების გაოცება. აქედან კვარაცხელია რომ უტევს და იქედან რონალდინიო. ნიუსებს ვაგრძელებთ სენსაციური ამბით. ახალი ზელანდიის მთავრობამთა ტარანაკი ადამიანად ცნო. პირადობის სურათში ძალიან ლამაზი გამოსულა, ეს წიწვოვანი მხრიდან გადაუღეს. რაგბის სოფლიო მამები აცხადებენ, თუმცა ტარანაკმა ოვალური ბურთის ჭერა დაამუღამა, ახალ ზელანდიას ვრაგში ვეღარავინ მოუგებსო. ნიუსებს ვაგრძელებთ კულტურის სიახლეებით. ბიონსემ საუკეთესო ალბომისთვის გრემი აიღო. კახელები არ ატანენ. საბოლოო ჯამში ბიონსე 11 ნომინაციაში იყო წარდგენილი. 3 ჯილდო აიღო, 2 გრემი და 1 ოქროს ბურთი. გამოშტერდა თურმე ვინისიუს ჯუნიორი, რაზეც ვრცლად ლაშა დვალიშვილი მოგვიყვება. ვაგრძელებთ კულტურის სიახლეებს. ბრიტანელი კაცი 12 საათში 42 მუზეუმს ეწვია და რეკორდიც დაამყარა. რესპონდენტთა თქმით, ეს კაცი კი მიდიოდა მუზეუმებისკენ, მაგრამ აშკარად მუზეუმებიც მოდიოდნენ ამ კაცისკენ. შემიძლია თამამად თქვა, რომ ამ კაცს მუზეუმები გადახოვებით აქვს ნანახი. ახლა კი სენსაციურ ფერწაულ ვაჭრულ გამართლებული ნიუსი. ამის დამწერის სცენარისტი ხვალ აღარ მოვიდეს სამსახურში. რა არის ბოლოს და ბულის, ბავშვი ვარ. მარტივად ისევ კულტურას უტრიალებთ. მინესოტაში $40 ნაყიდის სურათი ვან გოგის ორიგინალი ტილო აღმოჩნდა. ამ კაცმა უნდა თქვას რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდაო. ყიდულმა განაცხადა. მიხარია, მაგრამ ცოტას ვნანობ, რომ შევაჭრებოდი $40-ათაც გამოვიდოდაო. ექსპერტების აზრით დაუყურებელი თვალითაც მიხვდებოდი, რომ ვან გოგის ორიგინალი ტილო იყო. სურათზე ბურთს ყურები არ ჰქონდა. ჩინელი მეცნიერები აგრძელებენ ჩვენს გაყურებას პეკინის მარათონზე ადამიანებს რობოტებთან დაპირისპირებაც მოუწევთ. შეიძლება ადამიანებმა მოიგონ, მაგრამ ტაბლოზე რობოტის გამარჯვება დაეწერება, იმიტომ რომ რობოტის დედაპლატას არ დაავირუსებს. ჩვენ მოვიპოვეთ რობოტების დიალოგი. რაშვები, მოდიხარ დღეს მარათონზე. არა, არ მცალია, Ford Fusion-ი მყავს გასაჭიმი. პეკინის მარათონი თუა ვაჟასაც ხომ ჩაერბენენ, აბა მაგ დღეს საბურთალოზე არ გაისრულება. და დღეისათვის ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ნიუსი. დათი შოუ 1 წლის გახდა. გილოცავთ. მონოლოგის
შემდეგ ხდება ჩვენ შოუში გაცელქება დათი იწყებს ნიუსების სახალისოდ გაშუქებას ჩვენი სტუმარია რუსთაველის თეატრის მსახიობი. სერიალ მიხოდამაროს იდეის ავტორი, პროდიუსერი და მსახიობი. პაატა და ნიკას შოუს პაატა, გააცინე და მოიგეს პროდიუსერი. ანეკდოტების შოუს წამყვანი, კარგი, კახელი და კარგი მეოჯახე, ჩემი კოლეგა და უფროსი მეგობარი, რუსთავი 2-ის რეიტინგების ლიდერი 10%-ით, 11%-ით, ბატონი პაატა გულიაშვილი. დიდი მადლობა. გადასარევად წარმატგინე ფთები ამოვიდა. თქვენი წყალობით როგორ აიცით 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი? მიხოდამარო. ბატონო. ეგრეა. საიდან ღებლობთ ინსპირაციას? ხან უკანაჭიბითა. გაჩი. მე დანტე ალეგიერის ღვთაებრივი კომედია მეგონა. ასეც არის ხოლმე. 1000-ად 1000-ად. 100 სერიას გაცდით და ეს ამიტომ ყვერი ამას. რომ შევაჯამოთ 100 სერია. ამდენი ხნის მანძილზე თვალდახელშუა იზრდება ბიჭები დამეთანხმებიან ჩვენი დათი აპლოდისმენტები. ეხლა რო გიყურებ შვილის როლი ხوار დავამატო მიხოდამაროში რომელიც არ გავს ამ შეუხედავ ხალხს ძალიან კაცავჭიკია და საიდან მოვიდაო რო იტყვია ახერს ხო ითამაშა კი, აუცილებლად. აბა თქვი მაშ ეთერშია დათის შოუ თქო კახურად აბა როგორ გააკეთე გამოცდა პირდაპირ ეთერში კარგი. ცოტა სხვანაირად რო ვთქვა. შენ როგორც გიდა თქვი ახლა თქვენ უყურებთ დათის შოუს. კარგი ვიკეთებ. როგორ შეხვდნენ კახეთში თქვენ სერიალს? იცი რა ძალიან კარგად მინდა გითხრა თავიდან ვღელავდი იმიტომ რომ არის კახელები არიან პირდაპირი ხალხი ის არა მოლამაზებული რაღაცა ნუ მიაც მაცომო შეიძლება ეჭვა მაგრამ მოწონთ ელოდებიან გვიყურებენ და ხო ხედავ როგორ სხვანაირად ძივარ ხა მაინც შეფერილი მაქვს ეს ყველაფერი კარგად შეხვდნენ ხონებისგან და არა მარტო კახეთში მინდა გითხრა იმერეთშიც ეხლა ევროპაში ვიყავით მე და ნიკოლოზი არაბიძე და ჩვენი ძვირფასი ემიგრანტები პირველ რიგში მოვიკითხოთ მაგრამ სულ ესე იგი აი სიტყვით ელოდებიან ამის მერე რა იქნება და ნუ კარგია რომ ესე წაიღო ამ სერიალში მაგარია თქვენი სერიალის დაწყების სიმღერა მართლა ვიცი ზეპირად აბა მერე მაძინებენ და ბატონო ისე სხვათა შორის თავიდან სულ რამოდენიმე გმირი იყო დროთა განმავლობაში კი დაამატეთ და რა კრიტერიუმებით ამატებთ გმირებს იცი რა ეს ძალიან კაი კითხვაა იმიტომ რომ არ ვიცით ჩვენ თვითონ ესე თუ ის პერსონაჟი როგორ განვითარდება როგორ მოეწონებათ მსახიობზეა დამოკიდებული შეიძლება გადაწყვეტილი გვაქვს რომ რომელიმე კონკრეტული გმირი უნდა გახდეს მთავარი გმირი მაგრამ არ გამოდის ესე ვიზეც აი ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ ეპიზოდური როლისთვის მოგვიწევია ადამიანი და მე ხანგრძლივად დარჩა იმ 100 სერიიდან დაახლოებით 50 სერიაში ისე კარგად ითამაშა ისე კარგად შეუყვარდა მაყურებელს რომ დავტოვეთ ასე რომ მოდი ესე ვთქვათ ჩვენც რაღაცებს გზადაგზა ვიგონებთ რაღაცა კრიტერიუმები ცოტა ზედმეტად მეჩვენება ისე აი სულ გამოსტის რეჟიმში ვართ დათი და რაღაცა ჩვენ თვითონაც ინტერესით ვართ რომ არა გვაქვს დაწერილი არაფერი აი ყოველ დღე ვწერთ ორშაბათს ვიწყებთ დაწერას პარასკევს შაბათ-კვირას რაც უნდა გავიწყო ამიტომ გითხარი რომ სავსებით შესაძლებელია შენც მოხდე და ის კი არა შენი ბენდიც კი მოხდეს ჩვენი წერია ასე რომ ესე გადაწყვეტილად რომ აი ვიფიქროთ ვინ რამდენ ხანს დარჩება არ ვიცი თუმცა ერთად ქმნით თქვა ამ ყველაფერს და მე მოვედი შენთან დიახ ასე ვთქვათ ბარაქიანად სავსე და გაგიკვირდება და მოვიყვანე მსახიობები
შვენიერია. და შენის ნებართვით მოვიწევ მიხოდა მაროს მსახიობებს სტუდიაში. დათის შოუში მიხოდა მარო. უყურე დათის უყურე თორემ უყურე ჩქარა თორემ უყურე დათის თორემ უყურე ჩქარა თორემ ნახე როგორი მკვირცხლები მყავს. აი ესია. მარო დიდი მადლობა. ის კი არა მიცვალებულიც კი მოგიყვანე შენი ხათრით. რა გავაკეთე? მოკითხვა საიქიოდან მოკითხვა. საიქიოშიც უყურებენ, ხო? უყურებენ. როგორ მოგეწონა თქვენ სერიალზე სიმღერა? ძალიან კარგი. გადასარევი რას ლაპარაკობ? ძალიან. აგერ ამ წუთას მომწერეს საკარგები ხარ. მოგვეწონა კი არა და არ ვიცი, პირდაპირ ურტყავენ არტისტურ გულში. ეს სიმღერა, ეს მელოდია ცნობილი, ალბათ ღმერთმა დიდხანს გვაცეცხლოს ჩვენ, მაგრამ ეს იქნება ქართული თეატრის ალბათ საიმიჯო სიმღერა. ისეთი მნიშვნელოვანია. ეს პატივი რომ დაგვდეთ, მადლობა, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს უკვე ნიშნავს წარმატებას ამ სიმღერაზე, რომ ხართ. 3-4 კახელი და 1 მეგრელი. ისე სვანია. ისე სვანია, მინდა იცოდეთ, რატი ტვილდიანი 1 სიტყვა არის ის მეგრულად. სალაკახური. და სალაკახური, აწარმოე. იმერული ღვინით. იმერული ღვინი. როგორი უფროსია პატა? ახლა გავიგებ ვის მოემატება ხელფასს. ყოველი კარგი რეიტინგის შემდეგ აღნიშნავთ აუცილებლად გაგვალოთ. ახერკა ძღვინო უხდება და აბა ეხა როგორ. მე მაინტერესებს რა სიტყვის ნონა როგორი უფროსია. რა თქმა უნდა. ნონა ჩვეულებრივ ცხოვრებაში და ისე ჩვენი მარო. მართლა მაროთი იცნობს მთელი საქართველო მე მგონი. არა და ისე იზაქვია. ჩემი ხელმძღვანელი იყო თეატრისა, იც მოგეხსენება თელავში და მე მაშინ მიჭირს რა პირადად, როცა უკვე რაღაც იმაზე ადამიანი ხო, ხელმძღვანელ პოსტზე, რაღაცა უთხრა და სამადლობელი. მე უფრო გავთამამდი ამაში. იზრდება გაშვებულ ხელმძღვანელად. შეიძლება ეგრეც იყოს, მაგრამ დიდი ხანი არ გაგრძელდა ეგ სიგიჟე. ისევ ხელმძღვანელი გახდი ბოლოს. არა ჩვეულებრივი. როგორ სიამოვნებით უსმენ, რა ხდება ამ ქვეყნად? მეც დავამატებ, რომ გეგეს უთხრეს ბოდიში, თელავში თვითონ მოყვება რომ ისე უფრო ისე წავიყვანოთ, იმიტომ რომ გეგი არის ალბათ საბადო იმ კახური იუმორის. მე რაღაც პერიოდის მერე მივხვდი რომ თავად იგონებს ამ ყველას. იმდენი იძახე საბადო როაგი მიწაში ვარ. გეგეს უთხრეს რომ რამდენი წლისა ხარო და გეგე 91-ის ხდება აეხლა, არ ეტყობა. იტ მაგას. და თელავში უთქვიათ ისე არ აკოდები და პატა მაინც მოკლასო. შევიდე სიმპათიური მდგარი არ აქვს. ესე გეგეო, შენაო, ჩემა მაგაცება რა, ჩემა ტოლემა რა, გეგეო. სუორნი არის. ძლივს დადია რომ ვერ ვლაპარაკობ და ერთმა მითხრა რომ გეგეო შენაო კინოში თუ გლახა უკდარ თორე მე მაგას ვერ მოვისწრებ.
კი ბატონო. რატი ბოდიში. არა, როგორ გეკადრება? მართლაც ეხა მე და პაატა სტუდენტობიდან მეგობრები ვართ რა, მაგრამ აი ამ ხელა საუკეთესო ჯგუფის შეკრება ესე. და ასე ჯობია. ძალიან მაგარი გუნდი ყავს. აი ყველა მე ახალი შესული ვარ ამ სერიაში და აი ყველასგან ხირა სითბო მივიღე და ესეთი კარგად მიმიღეს თითოეულმა ჯგუფის წევრებმა რომ მადლობას ვუხდი პაატას და მადლობას ვუხდი თითოეულ ჯგუფს რომ ესეთი კარგი ურთიერთობა არის ჯგუფში. შემდეგ სერიაში ალბათ მარტო ქიშვარდაებიჭი იქნება. აბა ყველანი აქ ხართ. ბატონო, იქნება. ახლა კონკრეტული კითხვები მაქვს. კი ბატონო. პაატა, როგორც პროექტის დამაარსებელს და დირექტორს მინდა კითხო. მეგონება თბილისი დავარ. მიხოდა მარო რა დამაარსებელი მთელი ცხოვრება ამაზე ფიქრობდი და რომელიმე ხომ არ გაბრაზებს? მარო მიცოდა ხოლმე დაგვიანება თეატრში. მას აქ ესეთი გამორჩეული თვისება რომ უყვარს როცა ყველა მასი ადრე მიდის, რომ ისე არ გამოვიდეს, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან ერთად მივუთხარი რომ ეს პრობლემა იქნება და კარგი ჩვენ ვატაროთო და მშვიდად თავარო აღარ იგვიანი. თუმცა მაბრაზები, მაგრამ ხა არ ვიცი. დაგვინდო. მე მგონი ვიცი ვინც გაბრაზებს. ამავე. ყველას კახელის როლი მიეცით და ამ ადამიანს მეგრელის. რატი არა ყველაზე გულჩვიდი ადამიანი. ტირის ხოლმე. და როგორი გრძნობა ამდენ კახელ პერსონაჟში მეგრელის თამაში? კარგად ძალიან. მეგრული პასუხი, კარგად ძალიან. ძალიან კარგია, ახლა მე ჩემი პერსონაჟი დასავლეთ საქართველოსდან არის და შევედი კახელებში. და სიამოვნოს საერთოდ ის კახეთი ძალიან მაგრად მიყვარს, სტუმართმოყვარე ხალხია და აქაც ისეთი სტუმართმოყვარეობა შევიძინე კიდე და კიდე რა შევიძინე იცი? კორექტული მოკითხვები არასასიამოვნო ადამიანებთან. იცი და მართალი ხარ შენ როგორც ყოველთვის სწორად უყურებ შენი ასაკის მიუხედავად საპასუხისგებლო იყო რა თქმა უნდა რატისთვის ამდენ კახელებში მით უმეტეს ძალიან გაემართლე იმიტომ რომ იმდენად უკვე გავარდნილი იყო მიხოდა მარო კახური აქცენტი რომ ამას თავისთავად უნდა დაემკვიდრებინა აუცილებლად და გაართვა რატიმ თავი ამას და ერთი რაც შემიძლია გითხრა ჩვენი სტუდენტობის დროს ალბათ იქნებოდა 98-99 წელი დაახლოებით ასეა ხო და 1900 და მე იყო ეგეთი ძალიან მაგარი სპექტაკლი რადიო ეგაძის ხო? ოთარ ეგაძის თეატრალურ ინსტიტუტში. და ახალგაზრდა ვიყავი და დავესწარი სპექტაკლს და რატი თამაშობდა სადიპლომო იყო მეგრელს. აი ნუ რო შემოვიდა ეს პერსონაჟი სცენაზე, ბიჭებო, მეგრელი. აი ნუ მოუკვდი რა მთელი დარბაზი დავარდა დაბლა ისეთი მაგრად გააკეთა მეგრელი. ნუ თან ეხა მთელმა ინსტიტუტმა იცოდა რომ სვანია რატი ტვილდიანია. სვანებს მოკითხვა. და ისე დამამახსოვრდა ეს მისი ნათამაშები მეგრელი რომ აი უცებ გამახსენდა რომ რატო არ შეიძლება რომ მეგრელი იყოს და მოერგოს კახეთს რა თან თითქოს სულ სიშორია დიდი ეს აღმოსავლეთი და სამეგრელო იქნება ჩვენი წყალობით გურჯანს და თელავს ხო არ იგებთ და კახეთი და სამეგრელოც გადავხლართოთ ვაკაცურად ერთმანეთში ბატონო მოგელი რა თვისებები შეიძინა თქვენმა პერსონაჟმა ამდენ კახელთან ერთად დალევა. დალევა. კახური ღვინის. და მაინც ვისგან? ხელმძღვანელი. არა ვარ მიყაცი ამდენს ავს. ვადალეთ უბრალოდ თვითონ არ. მე ხშირად ვუყურებ თქვენს სერიალს და ერთი კითხვა მაქვს. ძალიან ხშირად მესმის ეს სიტყვა და ეს ტუ რა არის ეს? მაინც მარო შენ უპარს. ხომარჯობია. გეგი რა არის აბა ტუ? ხაიქიოში არის ვიცი მე რა ხარ.
ზუსტად ის არის თუ რაც შენ გონია რომ შეიძლება ის გამოც გაძინებენ 9 საათს. ბატონო გეგე. დიახ. სერიალიდან გამომდინარე ხშირად ეცხადებით ხოლმე თქვენს ცოლს სიზმარში და ნამდვილ ცხოვრებაში თუ გამოგცხადებიათ სიზმარში თქვენ ვინმე და რაო, რა მინდაო? სანამ გიპასუხებთ ეთერას უნდა შევეკითხო შემიძლია? შვილო ისეთი თვალი არ ხოლმე არ არის. მაგრამ არ არის გამორიცხული გამოცხადე. არ არის გამორიცხული. არ გამორიცხავს. ეხა გეგე ისეთ დასახშია შეიძლება ხელსაც ართმევს, მაგრამ რა ვიცი. სხვადასხვის იქა. იქ ასაკი არ არის, ტოლები ვარ. ხო, არა? ივატო. მაგით ვარ ბედნიერი. ყველა ტოლები ვარ იქ. ყოლა შენმა ცოლმა არ ალაპარაკოთ, თორემ მოვალ და კი ვარ ეგრე. ეს ხუმრობით და ისე რატომ ჩაგრავს ცოლი სერიალში? არ მჩაგრავს. უბრალოდ ჩემზე მეც ლაპარაკობს და მე ხა ფემინისტი ვარ. შინაგანად და უდმობ რა. და სინამდვილეში თუ გყავთ ცოლი? კი, რა თქმა უნდა, მყავს ცოლი და ორი არ ეთყობა ნაკერებზე. კიდევ კარგი მოასწარეთ, თორე შემდეგ რაღაც მოიყვანეთ სერიალში ისეთ. ისეთ დღეში ვარ. ყოლა ვასასო. ამდენი სახელია რა უბედურება. ნამდვილ ცხოვრებაში ხაშურელი ხართ. სურამელი. სერიალში კი კახელი თელაველი. კი. და ხო და რა მსგავსებები ან განსხვავებებია სურამსა და თელავს შორის? მაგაზე მიგიპასო. დაახლოებით არის ვასკა ალბათ წელიწადი უკვე რაც ჩვენთან მეტი. აქედან ზუსტად 2 კვირაა რაც გადმოვიყვანე კახურ აქცენტზე. აი ნუ არის ეგ არის ხაშურული, ეგ არის სურამული ვასკა. არ ლაპარაკობენ ასე კახელები, აი ნუ დააგვტანჯა. მაგრამ ნუ ეხლა ნელ-ნელა გაართვა თავი. გამოხს დიდი. როგორც იყო დაგვიჯერა და ეხლა სურამში რომ ჩადის თურმე. კი, მაგრა უკ. შენ ვერ გავიგეს, აი დალაპარაკო. ჩამოხვედი. გარდა იმისა, რომ კარგად წეს თუ რამე ჩვენ ასე ვთქვათ, გადაცემაში ჟღერდება სიმღერა, უმეტესი და უმრავლესი წილი მისია ტექსტების და რომლებსაც რა ვიცი, ყველა მღერის რა მილიონობით ნახვა აქვს. ეს სამსახიობო ნიშს და მე უბრალოდ მენანება, რომ მან არ გადაწყვეტა თავისდე და სამსახიობოზე არ ჩააბარა. ეს მენანება. და ამიტომ ვაძლევთ საშუალებას, რომ ბოლომდე გამოიყენო. ძალიან კაი ადამიანია და ძალიან თბილი, ხმამაღალს არაფერს არ იტყვის, ნონასავით არ არის. არის დამჯერი. ასეთი შებასებით. რახან ყველანი აქ ხართ, პატარა თამაში მინდა შემოგთავაზოთ. ესე იგი, მე შემოგთავაზებთ გამოცანებს ლექსებად და თქვენ უნდა დაასრულოთ, ვისი არის ეს ლექსი. კი ბატონო. წარმატების თვალისჩინი ოდიშური მოგდელი, სკანი გულო აფირო, ვინ გამოდის? მოგდელი. სოლი ჩაგრავს უყვარს ღვინო, კეიფი და წოლა, ჩვენთან არის მივესალმოთ, როგორ ახარ? უსმად რო გიძრა? ნანულასგან დრასამალი მოგიწყვია კარგი ფართი, არ ამიშავს, კარგად დავარ, შენ როგორ ხარ ჩემო დათი? ხშირად იღებს კომპლიმენტებს, რომ ლამაზი ხარო, მიხოს უცვლელი მეუღლე, სახელია? მარო. ფოტოშოპი დავაკვირდი და კუტრუნა ქალები მომწონს ამბობენ. რაც ეს სერიალი დაიწყო რაღაცა ცოტა აქ იმაღლდა გემოვიდა. მეტსახელად უნდა ერქვას პითონიან გველგესლა, სიდედრია ქვას გახეთქავს, აქ არ არის? ეთერა მაგის. ქალებს დასდევს ტრაილერი, ტრაილერზე ტვირთი ზედო, დღეს სტამბულში, ხვალ რიგაში დალნებს გვინთებს ჩვენი თედო. ზემფანჯარას ხივის ტყორცნა მანდალევას ხელი მიხო, ცოლი უყვარს სიდეთრში შობს, თელაველი ჩვენი მიხო.
მიხო თელავს. მადლობა, ვერ მოგატყუებთ კაცს. ამ სერიალში მოქმედება აშკარად დრებზე არაფერი არ აქვს. როგორ? დრებზე. არა. მოუგონი. საიქიოს ვერ მოვერგე. ხო და დათის შოუშია. აპლოდისმენტები გეგე. მარხვა და იმიტომ არ მახსენე. ამ სერიალში მოქმედება აშკარად თელავში ხდება, თელავის სოფელში და გურჯანზე არაპირებთ რამე სერიალის გაკეთებას. გურჯანელი გმირები შემოდის ჩვენთან სერიალში, არიან. ეხა შემოვიდა ჩვენთან არაჩვეულებრივი მსახიობი მარჯანიშვილის თეატრის უკვე ყველასთვის საყვარელი როლანდ ოქროპირიძე, რომელიც ისედაც გურჯანელია და სერიალშიც გურჯანელია. თუმცა ეტყობა მართლა ასე ჩანს, რომ რაღაც თელავის რაიონია, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ არ იყოს ეს კონკრეტული კუთხე. ზოგადად, იმიტომ რომ ყოფილა ეხა ინტერნეტ სივრცეში, Facebook-ის ვკითხულობთ კომენტარებში, რომ ასე არ ლაპარაკობენო კახეთშიო, ასე და ჩვენთან არის 8 რაიონი, ხო ასე? ფიზიყელები სხვანაირი აქცენტით ლაპარაკობენ, კახელი გურჯანელები სხვანაირად ყვარელები, ლაგოდეხელები, თელაველები სხვანაირად და ამიტომ ცოტა ისე გვაქვს არეული, რომ მაინდა-მაინც ვინმე ან ძალიან არ გაუხარდეს, ან ძალიან არ ეწყინოს. თუმცა როლანდის შემთხვევაში ესაა გურჯანი, ორი რა უნდა მადამ. იმედი მაქვს, რომ ერთმა კარგმა ადამიანმა გვითხრა ჩვენ გამოცდილმა და წესიერმა კაცმა, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ამ სერიალის მეშვეობით ერთხელ და სამუდამოდ გურჯანი და თელავი შარიგდები. აი ნახოთ რა. ჩემი აზრით გურჯანს ესე სერიალი გაქცევა მოუხდება. გურჯანელებმა არ გაგიგონი. მე ვიცი რომ თეატრში და კინოში ლიმონადს ან კომპოტს იყენებენ ხოლმე ღვინოს მაგიურად და თქვენც ესე ხართ? ავასო. მაგის როგორ გავიფუჭებ ხა. ფაქტობრივად მეცაც გეტყვი საკვებსაც ნატურალურს მივიწვი. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. სანამ ხუჩა კვარაცხელია ჩვენთან მოვა სტუმრად, მანამდე ყველა სტუმარს უსვამთ იმ კითხვას, რასაც ხუჩას ვკითხავთ. ხო და ჯერ რომელი იქნებით ხუჩა? გეგე. მე უფრო პელე ვარ გადასული. მარადონა. აბა მის გისმენს უზაბოლელო. ხუჩა როგორ დაემშვიდობეთ თანაგუნდელებს? ლობოტკას, ლუკაკუს, ზამბოანგისას? ნუ როგორც დაიმსახურეს მეგობრობა. როგორც სიყვარული დაიმსახურეს, ისე დაიმშვიდე პრინციპში არ ვიცი, მე ესე მგონია, რომ ალბათ ჩემს კარიერას ისე ნეაპოლში და ჩვენიერი პასუხი. ახლა მინდა კიდევ ერთი თამაში შემოგთავაზოთ. დიახ, მე დაგისვამთ კითხვებს და თქვენ ცხოვრებაში ასეთი რამ თუ მომხდარა, უნდა მანიშნოთ. და როგორ უნდა მანიშნოთ? აი ამ ქუდებით. აი გეგე. საიქიოში აღარ მიმიღებენ. ეგარ გიცნობენ. გეგე. როცა მოუჭერთ, ესე ყურები იწყება. უი გეგე, საშენო ყოფილა. მე არასდროს დამიგვიანია გადაღებაზე. 1, 2, 3. მე არასდროს მომიპარავს ღვინო დალევისას. მე არასდროს დამიწყებია გადაღებისას ტექსტი. 1, 2, 3. მე არასდროს მიწუწუნია ხელფასზე. 1, 2, 3. მე არასდროს შემიჭამია საჭმელი რეკვიზიტი. 1, 2, 3. მე არასდროს გამიტეხია რაღაც და სხვისთვის დამებრალებია. 1, 2, 3.
შენ მოგეწევ, დაგჭმა. არაფერს აჩვევა, რატი მაგარი. მე არასდროს მიხუმრია პაატაძე მის ზურგს უკან. აბაი. მე არასდროს მიფიქრე რომ უკეთეს როლს ვიმსახურებ. დავაჭირე მაგ რატო დავაჭირე? უნდა გავაცოცხლო, სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ არის. და ბოლოსთვის. კიდევ ერთი ტრადიცია გვაქვს ჩვენ. ყველა სტუმარი რაღაცას მასწავლის და იქნებ თქვენი პერსონაჟის ტექსტი რომ მასწავლოთ. არასოდეს დააჩაგრინო ქალს თავი იცოდე. მიცვალებულზე არასოდეს ცუდი არა თქვენ. მიყვარხართ დედაფუძრია. მოზოჯი, ანუ შამო. დიდი მადლობა. მადლობა შენ. ჩვენი სტუმრები იყვნენ სერიალ მიხო და მაროს მსახიობები და პროდიუსერი. გემშვიდობები ჩვენ შევხვდებით 28 მარტიდან ახალი დროით ყოველ პარასკევს საღამოს 11 საათზე რუსთავი 2-ზე. ახლა კი გიტოვებთ სიმღერას რეზო და ბავშვების შესრულებით თელავი. ჭადარის ქვეშ ჯიგრიანი მოგიზგიზე კერია საქართველოს სადარაჯო დგას 900 წელია იყავთოში მწიგნობართა დიდი აკადემია უმაღლესი განათლება 1000 წლის კელია თელავური ქუჩები ჩვენ სიმღერებს ღერია გაუმარჯოს ყველას ვინც ნაღდი თელაველია ხიარული ქუჩები ჩვენ სიმღერებს ღერია გაუმარჯოს ყველას ვინც ნაღდი თელაველია შელებათ უამრავი წერია თავმომწონე კახელების თუმასლხინი თერია აკერეკლე სადღე გრძელო ოდითგანვე წესია ვინც ყანწით თქვა მერე შეშვა ნაღდი თელაველია თელავური ქუჩები ჩვენ სიმღერებს ღერია გაუმარჯოს ყველას ვინც ნაღდი თელაველია ხიარული ქუჩები ჩვენ სიმღერებს ღერია გაუმარჯოს ყველას ვინც ნაღდი თელაველია სველს გადახედე მუდამ შვენიერია კავკასიონი ბანს აძლევს თელავში რომ ღერია თელავი რომ პირველია აღარ უნდა აბდა უბდა ყველა მიცის ამ ქალაქში სიყვარული როგორც უნდა თელავური ქუჩები ჩვენ სიმღერებს ღერია გაუმარჯოს ყველას ვინც ნაღდი თელაველია ხიარული ქუჩები ჩვენ სიმღერებს ღერია გაუმარჯოს ყველას ვინც ნაღდი თელაველია ქუჩები ჩვენ სიმღერებს ღერია გაუმარჯოს ყველას ვინც